რაშუაში ლაშანათუშვილის გადადგომა, იმიტომ რომ ელისო გილაძე სურს, უნდა გადადგეს? თუ როგორ გონია თქვენ, აბა დამისაუთეთ. მე დავსი შეკითხვა იქ თქვენ არა ხართ პოსტალიონი ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით ჟურნალისტი. კითხვას როდესაც სვავთ, მე ასე წარმომიდგენია ყველა ჟურნალისტმა გაიგიოს. თქვენ ხართ მონაწილე და თქვენ ხართ ვალდებული ამ კითხვის გამეორების. თქვენ ხო სუფლიორი არა ხართ. თქვენ როდესაც კითხვას იმეორებთ, გარკვეულწილს არა, იგითხეთ მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს თქვენს მიმართ. მე უბრალოდ გიბრუნებთ. რატომ უნდა გადადგეს? არა, მე ვიკითხე ასეთი რამ, შეიძლება თუ არა მას უფლებამოსილება შეუჩერდეს. რატომ? რისთვის? იმიტომ რომ ელისო გილაძე სურს. რადგანაც მის წინააღმდეგ ესეთი ბრალდებები. ელისო გილაძის ბრალდება სადაა? აბა მაჩვენეთ დადებული, სადაა? აბა რა ბრალდება? ის ამბობს რომ ნაწილი გადასცალა. ესე იგი ელისო გილაძე თუ იტყვის უნდა გავათავისუფლოთ მთელი მთავრობა ხვალიდან. და დავაყენოთ რიგში, რასაც იტყვის ელისო გილაძე. ხო ესაა ჩვენი ჟურნალისტიკა? ესაა ჩვენი არა, ესე აღარ გაგრძელდება კენაცვალე. ნახეთ როგორ იქმედება, როგორ ვაშკაცურად მოიქცა შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორი ხელწერ აქვს მთავრობას. ყველაზე წარმატებული ჩვენი გუნდის წევრი არ დაუზოგეთ, როდესაც კანონს მან გადაუხვია. მაგრამ ესე არა რომ ვიღაცას მოუნდა და ჩვენ დავითხოვოთ, ან არ დავითხოვოთ, ჭორაობის დონეზე არ მოიმართება სახელმწიფო. ესე არა. ჩვენ აი ეს კაციც კი შანტაჟს შეეწირა, მაგრამ კანონი დაარღვია და შესაბამისიც მიიღო და მიიღებს. ხედელი მყავს ხედელობაში, მაგრამ ეს ახლა განსაზღვროს რამდენიმე ადამიანმა მოუნდება თქვა და შანტაჟით კვირაობით ატრიალოს და მას აყვნენ ჟურნალისტიკა და ნაცები ამას ამაგრებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და ჩვენ გადაწყვეტილებმა არა ეს სახელმწიფო არ მოიმართება. კეთილინებეთ, კარგად გაიაზრეთ და მე საზოგადოებასაც მოუწოდებ რომ კარგ ანალიზს მიეჩვიეთ. ჩვენ კარგი გაკვეთილები გვითარდება დღეს და არა ზოგი ჭირი მარგებელიაო, ძალიან კარგია დღევანდელი ოპოზიცია ყველაფერს თეთრი შავად წარმოჩენას კვეთრფერებში ამას ახერხებს. დააფიქრდით და კარგად გაანალიზეთ და კარგად მიიღეთ მონაწილეობა პროცესებში. რამე თუ ძალიან ხშირად მედიაც სოდავს, მაგრამ მედია უნდა იყოს თავისუფალი, მათ აქვთ გამოთქმის უფლება და ესეთი შესწორებების თქვენ უნდა გაგაღიზიანებთ. მე მაქვს ამის უფლება და საშუალება, რომ თქვენ შეგახსენებთ, როდესაც თქვენ კითხვას სვავთ, უნდა გაგაჩნდეთ საფუძველი მისი. რატომ უნდა გადადგეს? ეხლა მე თქვენ ჩაგიბრუნებთ. მე გითხებით, უნდა გადადგეს თუ არა ლაშანათუშვილი? სადაა საფუძველი? აბა მითხარით. საფუძველი ალბათ გამოძიება უნდა დაადგინეს. ელისო გილაძე რომ ამბობს, იმიტომ უნდა გადადგეს? ხვალ რომ თქვენ თქვათ, მეც უნდა გადავდგეთ თქვენი აზრით? როგორ გონია? ბატონ ბიძინა, ფიქრობ რომ ეს გამოძიება უნდა დაადგინეს? აი ეს ასე. აი მართალი ბრძანდებით და მეც მოხვებით. გამოძიება უნდა დაადგინოს, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. და არა ელისო გილაძე უნდა გადაწყვიტოს. ამდენი ხანია ლაპარაკობს და ვერც ერთი მასალა ვერ წარმოადგინა.